თუმცა ბუნებრივი აზერბაიჯანის უმთავრესი მოკავშირე და პარტნიორი კვლავინდებოდა თურქეთი რჩება, მაგრამ აჩქარაა, რომ თურქეთიც ამას ხელს უწყობს სომხეთთან და საუბრებია ხო აი კორიდორის გახსნაზე ზანგეზურის მომავალში რაღაც სავაჭრო ეკონომიკური შეტევის გაზმაზე. პროვოკაციული პატარა შეკითხვა. მე ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია. მე ხა ეკონომისტი არ ვარ, ღმად ვერ ჩავალ ამ სატარიფო კორიდორის ტვირთების თემაში, თუმცა საერთო ნიშნით რასაც ვკითხულობ, ჯერ ეს-ერთი პირველი საკითხი რომ ეს მალე ვერ მოხდება. სრული შემთხვევაში და გადაწყვეტილების შემთხვევაშიც მეორე ამას უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ ეკონომიკურად ასე ვთქვათ გამართული იყოს ეს მიმართულება და მე საერთო ჯამში მგონია, რომ უბრალოდ შეიძლება გარკვეული თვირთების ასე ვთქვათ რაღაცა გადამისამართები მოხდეს, ისი არ მოხდება, რომ თლიანად რაღაცა საქართველოს ვერ ჩანაცვლება ეს გამორიცხულია, მაგრამ რაც უფრო მეტი გზა იქნება, მეტი ვაჭრობა, მეტი ურთიერთობა იქნება. მათ შორის სატრანსპორტო გადაზიდვების თვალსაზრისით საერთო ჯამში ეს რეგიონს წააგდება, კონკურენცია უფრო გააჯასახებს კიდევაც. და ენერგორესურსების გადატანაც რო დაიწყოს აზერბაიჯანში, როგორც არა ეკონომისტმა, ისე გეკითხება. ხო, მესმის, როგორც თქვი ეს მარტივად ვერ მოხდება, ორი, ხო ვიცით, ახლა აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთთან და ევროპაში გააქვს, ასე ვთქვათ. ენერგომატარებლები და ეს თავის მნიშვნელობას ვერ დაკარგავს, ბუნებრივია პირიქით ეგ მოცულობები ასათვისებელიც კი არის. ბატონო. ამდენადაც ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა იქნება, როდესაც ხელი ხელს დაბა